ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ამ დრომდე ჩაკეტილია. გურიაში თოვა მიკლო, თუმცა თოვლის საფარი ისევ პრობლემებს ქმნის. სამხედროები, მეხანძრე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინტენსიურად იწმინდება სოფლებამდე მისასვლელი გზები და შიდა საუბნო ქუჩები. იზოლირებულ მოსახლეობას, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები კი მაშველებს სოფლებიდან ფეხით გამოჰყავთ. ყველაფერი არის, გაზი არის. რამოდენიმეჯერ გაითიშა, არეკავდა მოდიან ძალიან ოპერატიულად გასაჩერებლად. დენის გვაქვს, ერთი ღამე იყო გათიშული. მანქანები და იგი შედის აგეთო ახლოვან სევით უკვე სოფელში ვეღარ ადის. ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი სოფლები, რომლებშიც გადაადგილება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა აქაც მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მეხანძრე მაშველების და თავდაცვის ძალების მიერ მობილიზებული არის სპეციალური თოვლმავალი საშუალებები და რომლებიც გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი. არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. გურიის სოფლების უმრავლესობაში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში დიდ თოვლობის გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონას სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა. კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ რა თქმა უნდა მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ და ერთ-ერთი თავი პრიორიტეტი არის ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის აღდგენა ორშაბათისთვის. დაახლოებით 35,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ეს რაოდენობა არის შემცირებული დაახლოებით 10,000-მდე. სურსათით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეს გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. განვლადობა არის უზრუნველყოფილი. ასევე ინტენსიურად მუშაობს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე. რჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკვე მძიმე ტექნიკა გზაშია, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმინდავთ ჯერჯერობით მხოლოდ ცენტრალურ გზებს. ასევე მძიმე მდგომარეობაა სახლების კუთხითაც, რამოდენიმე სახლი დანგრეულია მაღალი თოვლის საფარის შედეგად. აღნიშნული ოჯახები გადაყვანილი არიან ნათესავებთან და სასტუმროებში. საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და გურიის, აჭარისა და იმერეთის საჭიროებებზე მსჯელობს. გეგმის მიხედვით, ყველა ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დაკავშირებული გზების გაწმენდა დროულად მოხდეს. ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში ქუჩები სრულად გაწმენდილია. ახლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ყველა ოჯახთან დაკავშირება და ყველა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რჩება. დაზიანებულ ადგილებს თავდაცვისა და საპოლიციო ძალები დრონებით ეძებენ. ამ დროისთვის მეხანძრე მაშველთა რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა. ენერგოპროჯექტთან ერთად ჩავთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ და ოპერატიულად რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა. მობილის და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები ასევე მობილიზებული არის მაღალი გამავლობის რეანიმობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მისათვის რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაშიც. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. ელექტროენერგიის მიწოდება კი თითქმის 90%-ით აღდგენილია. ზენიტსა და ხალვაშეში არსებულ ვითარებას აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად დღეს საქართველოს პრეზიდენტიც გაეცნო. ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია. მუშაობს ხელი ხაზი, როგორც გვაქვს ინფორმაცია და ყველა საჭიროება, რაც კი შესაძლებლობას გაძლევს არსებული, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მდგომარეობა და სადაც გზა გაწმენდილი არ არის, ყველასთან ყარდება კომუნიკაცია. დღეს და ხვალ უკვე შევძლებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად იქნას აღდგენილი ელექტრომომარაგება, ასევე ბათუმში უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა თქმა უნდა ჩვენ
ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს გამოწვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ბათუმშიც, სადაც 70-მდე სპეცტექნიკა მუშაობს. ბათუმელებს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ. აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას პრობლემა შეუქმნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოძრაობის მხრივ. ტექნიკაზე კარგად იყო მოწოდებული. სამუშაოები კარგად მიმდინარეობს. რაც შეუძლია მთავრობას ყველაფერს აკეთებს კარგად და სხვა ხელისშემშლელი პირობები არაფერი არ მქონია. სამსახურში დავდივართ, ყველა მობილიზებული. სამსახურში ვერ დავდიოდი, კი დიდი თოვლი იყო, მეტრო ნახევარი. ხო და გზის გაწმენდა კი იყო. წყალიც ჰქონდა, შეფერხება არ ჰქონია. ყველა ცენტრალური ქუჩა, ცენტრალური ნაწილის და ძირითადად 70%-ზე მეტი ნაწილი უკვე სრულად გაწმენდილია, სამოძრაო აღდგენილია, დარჩენილია შემოერთებული ტერიტორიების მაღლივი დასახლების ცალკეული ქუჩები და ჩიხები, სადაც ამ ეტაპისათვისაც მიმდინარეობს უკვე მძიმე ტექნიკის გამოყენებით შესაბამისი ქუჩების გაწმენდვითი სამუშაოები. 27 მუნიციპალური ავტოხაზიდან აღდგენილი იქნა 15 მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი. 34-მდე ოჯახი, რომლებსაც დიდი თოვლის საფარის გამო დაუზიანდათ სახურავი, გაყვანილი იქნა შესაბამის საცხოვრისით ქირაში. დიდ თოვლობამ პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ამ დრომდე რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. განსაკუთრებით რთულია ვითარება ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკასთან ერთად თავდაცვის ძალებიც არიან ჩართულები. იწმინდება გზები და მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის ბოლოს საკოორდინაციო შტაბი სწორედ იმერეთში შეიკრიბა და დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო. სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმის ცდილობენ სოფლებში შესვლას, ადგილობრივ ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრგან არის აღდგენილი, ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. დაახლოებით 5000 მეტ აბონენტს ამ დროისათვის უკვე აღდგა ელექტრომომარაგება. იმედია, რომ ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით ქონდა სერიოზული და გვაქვს ჯერჯერობით კიდევ სერიოზული პრობლემები, მაგალითად სანტრედიაში გორმაღალთან კონტაქტი პრაქტიკულად არ იყო, იმიტომ რომ ტელეფონების დატვენაც კი აღარ შეძლეს ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო. ყავდა მაგალითად ერთი ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა დიალიზა იყო, ადამიანი დაჭირდებოდა გამოყვანა და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ჭირდებათ, მაქსიმალურად მალე აღმოუჩინონ დახმარება, მალე მივიდნენ ადგილამდე. თუ იმას ამეჭირდება გადაუდებელი მაქსიმალური ყურადღება ექცევა და რა თქმა უნდა ჩართული არის ერთის ყველა უწყება ამ ესე ვთქვა სამაშველო სამუშაოებში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პროცესში ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მოსახლეობისთვის კი ამოქმედებულია 24 საათიანი ცხელი ხაზი.